ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. მმართველი გუნდის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შედის. უახლოეს პერიოდში სასამართლოს პარლამენტი გაუგზავნის დოკუმენტს, რომელშიც იქნება მოთხოვნა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში მხილებული პარტიების აკრძალვის შესახებ. სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450 გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა. ქართული ოცნება თვლის, რომ პარტიებთან ერთად პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ კონკრეტულ პირებსაც. კეთი ზანთარაია მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერს უერთდება, გისმენთ კეთი. საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენს სარჩელთან დაკავშირებით მმართველი პარტია ბოლო დეტალებს აზუსტებს, როგორც ცნობილი არის, დღეს უმრავლესობის ხდომა გაიმართება და საბოლოოდ სარჩელის ფორმულირებასთან დაკავშირებით სწორედ ამ შეხვედრის ფორმატში შეჯერდებიან სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ სარჩელი იყოს პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და აუცილებელი და მათთვის პრიორიტეტი არის, რომ ეს დოკუმენტი აკმაყოფილებდეს ყველა სამართლებრივ მექანიზმს. ქართული ოცნების პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მისამართად ემზადებიან პარტია ლელო ძლიერი საქართველოს წევრები. ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებელი არის საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს პარტიების აკრძალვის კანონთან დაკავშირებით და ის ანტიკონსტიტუციურად ცნოს. დღის მეორე ნახევარში იგეგმება, რომ ლელოს წარმომადგენლები მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. რაც შეეხება თავად ასაკრძალი პარტიების სათავეში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას, ამ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ბოლო დეტალებს გადიან იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ქართული ოცნების მიერ მომზადებული სარჩელის პარალელურად და საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართი პროცესების პარალელურად ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტი და მიზანი არის იმ დაკვეთის შესრულება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში არავითარი დემოკრატიული პროცესის იმედი არ გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს სამართლებრივი პროცესი არ არის, ეს არის ცალსახად პოლიტიკური რეპრესიის პროცესი. ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი კონკრეტული გზა, კონკრეტული ხედვა, რომელიც ამ პროცესში ჩვენი პარტიის მიერ სხვადასხვა ფორმით წარმომადგენლობას გულისხმობს. ჩვენ ვლაპარაკობთ სამართლებრივი კატეგორიებით, თორე არალეგალური ორგანიზაციები, ალ-ქაიდა დღესაც არსებობს და კიდევ სხვა ტიპის ორგანიზაციები. ასეთი ფორმით თუ უნდა რაღაც რევოლუციური ორგანიზაციები შექმნან იატაკქვეშა, სხვა შორის სტამბაც არსებობდა ავლაბარში და მე მგონი მუზეუმი ახლა და შეგვიძლია გადავცეთ ცოტა ხნით. არავის არ ჭირდება პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი, როდესაც სამართალთან აქვს საქმე. როგორც პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი არ არის ის დასკვნა და ყოველი კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის იქ მითითებული, მტკიცებულებით არის განმტკიცებული, ასევე უნდა იყოს ეს სარჩელიც. იქ მიტინგზე არ მივდივართ, თქვენ ძალიან კარგად გესმით. იქ მივდივართ სასამართლოში. ხო და ნაციონალებივით არ ჩავიგდებ თავს, ეს ერთხელ უკვე ვახსენე. წავლენ ასეთი ნარატივები სტრასბურგში წააგებენ, წავლენ ასეთი ნარატივები სტრასბურგში წააგებენ. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. იქ მივდივართ სამართლებრივად გამართული დოკუმენტი. საკონსტიტუციო სასამართლოში ქართული ოცნების სარჩელის წარდგენიდან უკვე სასამართლოს რამდენიმე თვე აქვს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადოს. მადლობა, კეთი ზანთარაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კახარიას პარტია ხვალიდან პარლამენტში მუშაობას იწყებს. ერთი დღით ადრე კომენტარი პარტიაში გაკეთდა. გადაწყვეტილება შიდა დაპირისპირების მიზეზიც გახდა მანდატი და პარტიის რიგები დატოვა რუსუდან თევზაძემ, რომელიც ერთ-ერთი იყო 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლეთა შორის. შეწყვეტილი ბოიკოტი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. კახარიას გუნდს აკრიტიკებს ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი აცხადება, რომ მათ მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, თუმცა მათი საკანონმდებლო ორგანოში შესვლით არაფერი შეიცვლება. ამ თემაზე უკვე ნანა გოგატაძე მუშაობს, ის პირდაპირ ეთერშია. ნანა, გისმენთ. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, თუმცა ხვალიდან საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას იწყებენ. კახარიას გუნდის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება და პარლამენტს მიღმა დარჩენა მანდატების გარეშე შეცდომა იყო, ამიტომ პრინციპული გადაწყვეტილება შეცვალეს. ისინი ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველა ბერკეტის, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება იმისათვის, რომ საზოგადოებასთან მიიტანონ ინფორმაცია
ინფორმაცია თუ რა ხდება რეალურად პოლიტიკურ ველზე. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო გახარიას პარტიას ტოვებენ წევრები, მათ შორის არის რუსუდან თევზაძე, რომელიც იმ 12 პოლიტიკოს შორის იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შევიდოდა. თავად გახარიას გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში, ტრადიციულად ოპოზიციონერი ლიდერები გახარიას გუნდის წარმომადგენლებს აკრიტიკებენ, რაც შეეხება მმართველ გუნდს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილებით პოლიტიკური რეალობა არ შეიცვლება. ჩვენ გადავწყვეტეთ გამოვიყენოთ მანდატები, გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რასაც იძლევა საპარლამენტი და საპარლამენტო საქმიანობა და შესაბამისად ჩვენ ხვალიდან უკვე ამ საქმიანობას დავიწყებთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები იმისთვის, ავუხსნათ სადამდე მიიყვანა ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ქვეყანა. შეფასებები კეთდება, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართულ ოცნებაში მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გახარიას გუნდი ალოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ნებისმიერ შემთხვევაში მათი პარლამენტში შემოსვლის თუ პარლამენტს მიღმა დარჩენით მოცემულობა არ შეიცვლება. რა სერიოზული ხალხიც არის, თქვენ თვითონაც უყურებთ, ჯერ ხელს აწერენ პარლამენტის წევრობა მინდა, ორ კვირაში გადაიფიქრებენ და ეხლა აღარ მინდა. როგორ შეიძლება ეხლა ესეთი არასტაბილური პოლიტიკური შეხედულებების ხალხი რამე პრობლემას წარმოადგენდეს სადმე. ამაზე უფრო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არ წარმოადგენენ ჩვენზე პრობლემას და ეს ეხლა სათადარიგოთა სკამზე შემოსული ოპოზიციონერები მოგვიანებით ნახეთ ამ პატივს ავცემ ოპოზიციას ვეძახი და არა აგენტურას რასიზმი ვერაფერს ვერ იზამთრებთ. ამბობდნენ რომ ყველა ის ადამიანი ვინც პარლამენტში შევა იქნება რა ვიცი ანათემას გადასაცემი ამ რა ტერმინებს აღარ ამბობენ. მერე ადგენენ და მათმა ხელმძღვანელებმა გადაწყვეტეს რომ თქვა შემოსულიყვნენ პარლამენტში. მერე ამას ერთდღიანი პროცედურა ხო არა აქვს არა. შედალოცვილო თუ ამას მოქალაქეებრივად არასწორ პოზიციად თვლიდი, რაზე მოუწერე ხელი რომ თანახმა ხარ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემი დოკუმენტაცია გადააგზავნოს საქართველოს პარლამენტში უფლებამოსილების საცნობად. აი ეს კითხვები ხო გვიჩნდება ყველას. ამიტომ გეუბნებით ეს რაღაცა მწყობრი აზრის მქონე ადამიანები არ არიან და რაღაცა ერთიანი აზრი. ნუ ვეძებთ ლოგიკას ამ ხელოვნური გაერთიანებების წევრებს შორის. გახარიას გუნდმა ზუსტად 5 დღის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის ბოიკოტს ისინი წყვეტდნენ, ხვალიდან კი ეს პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტში მუშაობას დაიწყებს. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართავს. ლევან მახაშვილი განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. მახაშვილი წერს, რომ მმართველი გუნდი შეშფოთებულია ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობის პრინციპებს. სესიაში არ მონაწილეობს პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა, რაც მიუთითებს, რომ ევროპარლამენტის მიდგომა არასწორია. იმ ძალების უმეტესობა კი, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების სტატუსით საქართველოსთან მიიწვიეს, რეალურად ოპოზიციური პარტიების წევრები არიან. შოთა ფალავანიშვილი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. შოთა, გისმენთ. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად განმარტა ის მიზეზები, რის გამოც საქართველო მოარი თქვა ევრონესტის ასამბლეაში მონაწილეობის მიღებაზე. ლევან მახაშვილის თქმით, წლების განმავლობაში ევროპარლამენტარების მხრიდან კეთდებოდა და კეთდება არადიპლომატიური განცხადებები. ამავდროულად საქმე გვაქვს ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევასთან და ასე ვთქვათ, იმ საკითხებთან, რომელიც ცდება ევროდეპუტატების უფლებამოსილებას და ასევე ცდება მეგობრულ
მეგრულ ურთიერთობებს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს განმარტა ვრცელ წერილში ისიც, რომ მიწვევა, რომელიც გაკეთა ერევანში ევრონესტის მე-12 ასამბლეაზე სამოქალაქო საზოგადოების სახელით საქართველოს მხრიდან რეალურად არის პოლიტიკური პარტიების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიწვევა და ეს პარტიები ბოლო 2 წლის განმავლობაში პირდაპირ იყვნენ მისი თქმით ჩართული პროცესებში რადიკალიზაციის და ასე ვთქვათ სახელმწიფო კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის პროცესის მონაწილეები შესაბამისად მმართველი გუნდისთვის მიუღებელია მსგავსი შინაარსის განცხადებების ფონზე თანამშრომლობის ინფორმაციის გაგრძელება, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. მმართველი პარტია მოუწოდებს ევროპარლამენტარებს დაუბრუნდნენ პარტნიორულ, ასე ვთქვათ, მიდგომებს და ასე ვთქვათ, შეცვალონ დამოკიდებულებები პოლიტიკური პროცესის მიმართ, რაც გააჯანსაღებს ურთიერთობებს და ამავდროულად შეცვლის მიდგომებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. განზრახ დამახინჯებული და ცრუ პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო მეტად ხდება იმ ევროპარლამენტარების ქმედების ნაწილი, რომლებიც საქართველოში ფაქტების მტკიცებულებებისა და ქართველი ხალხის ნების ნაცვლად უპირატესობას დანაშაულში მსჯავრდებულ თავიანთ პოლიტიკურ პარტნიორებს ანიჭებენ. ქართულმა საზოგადოებამ იხილა თუ როგორ ურთიერთობდნენ აღნიშნული ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს, რაც სცილდებოდა საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ზოგიერთი წევრი აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ახალისებდა საზოგადოებრივ არეულობას, რადიკალიზაციასა და ძალადობას. აგრეთვე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები და ანგარიშები კვლავაც უგულებელყოფენ ქართველი ხალხის დემოკრატიულად გამოხატულ ნებას. ამასთან ღრმად ვართ შეშფოთებულები ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით პლენარულ სესიაზე სამოქალაქო საზოგადოების საფარით მოიწვიონ პირები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ არჩევნების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთქვას და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას. ამგვარი ქმედებებისა და მათთან დაკავშირებული ძალადობისგან მკაფიო გამიჯვნის ნაცვლად ასამბლეის ამჟამინდელი მიდგომა ლეგიტიმაციას აძლევს იმ აქტორებს, რომელთა დღის წესრიგი არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. ჩვენ მოუწოდებთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას დაფიქრდეს ზემოთხსენებულ ლეგიტიმურ კითხვებზე და დაუბრუნდეს ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპების პატივისცემას. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში ხელისუფლების ოპონენტები, რომელთა ნაწილიც სწორედ მიწვეულია ევრონესტის ასამბლეაზე, ამბობენ, რომ ჩარევები, მათ შორის უხეში ჩარევები ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ხდება და პოზიციის დაფიქსირება რეალურად დემოკრატიასთან არსებული კითხვის ნიშნების გამო არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას ქართულ ოცნებაში ოპოზიციას და ევრობიუროკრატების ნაწილს ერთი ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ შორის ბოლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა და მიწვევა, რომელიც არსებობს ევრონესტის მხრიდან, ადასტურებს, რომ რეალურად პროცესები მიემართება იმისაკენ, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ევროსკეპტიციზმი, რაც ბუნებრივია ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს დააზიანებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლების იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ მსგავსი მიდგომები ევროპელი დეპუტატების მხრიდან შეიცვლება. ეს პოზიცია არის აბსოლუტურად არარელევანტური, არავინ ამ ქვეყნის საქმეში არ ედევა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის წინააღმდეგ, როდესაც ქართული ოცნება მიდის. როდესაც ქვეყანამ შეწყვიტა ევროატლანტიკური გაწევრიანების კურსი, დასავლეთ ექნება შესაბამისი რეაქცია. ნაციონალური მოძრაობის არაუბრალო წევრები, მათი ხელმძღვანელები არიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე მიწვეული. მათ შორის ამ პარტიის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. აი ესეთი თვალში ნაცლის შეყრა არის ყოველთვის ამ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, რომ თითქოს ნეიტრალური ადამიანები წარმოაჩინონ პოლიტიკურად ანგაჟირებული და არათუ ანგაჟირებული, არამედ თვითონ რადიკალური ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ეს წარუდგინონ მე ვთქვათ ფართო საზოგადოებას საერთაშორისო ასპარეზზე, თითქოს ისინი არიან ქართული ხალხის ხმა. აი მთლიანად ამ ყალბ ნარატივებზე არის აგებული ასეთი ტიპის მიწვევები, ასეთი ტიპის წარმოჩენები. ამიტომაც ითქვა უარი ჩვენი მხრიდან ამ
ფორუმში მონაწილეობაზე, თუმცა სხვა დროს აუცილებლად მონაწილეობდით ხოლმე წლების განმავლობაში. ევრონესტი 2011 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა და მასში ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის წარმომადგენლები, ასევე რა თქმა უნდა, ყოველთვის აქ იყო საქართველოც, თუმცა წელს ჩანიშნულ ასამბლეაში მონაწილეობას ვერ იღებს აზერბაიჯანი, ამავდროულად პროცესს გამოეთიშა ბელარუსიც, რაც შეეხება მოლდოვას, მან საპარლამენტო დელეგაცია ამ დრომდე ვერ დააკომპლექტა, საქართველო კი ევროდეპუტატების მხრიდან გაკეთებული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შინაარსის განცხადებების გამო ერევანში ასამბლეაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მადლობა, ჩათა ფალავანდიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. დაახლოებით ღამის 10 საათისთვის დასრულდა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა, სადაც იყო სიტყვით გამოსვლებიც. ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და გიგა ბოკერიას შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის პლაკატების გამოჩენას მოჰყვა. ქართული ოცნება ოპოზიციის მურიგ ჩავარდნილ აქციაზე საუბრობს და იხსენებს 26 ოქტომბრამდე ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების განცხადებებს, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის თავზე დაანონსებული აქცია მრავალათასიანი უნდა ყოფილიყო. ამ თემას ანუკა ბუავა განავრცობს პირდაპირ ეთერში. ანუკა, გისმენთ. 26 ოქტომბრის საპროტესტო აქციამდე ჩვენ გვესმოდა და ვკითხულობდით ღია მოწოდებებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან, რომ ეს აქცია იქნებოდა მრავალათასიანი, მაგალითად მათ შორის არიან ისეთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები, როგორიც არიან ელენე ხოშტარიანი, ნიკა გვარამია, ირაკლი ნადირაძე, ვინც ამ დროისთვის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და ისინი ღიად საუბრობდნენ, რომ რესპუბლიკის მოედანზე შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებოდა ძალიან ბევრი ადამიანი და მათ შორის ღიად საუბრობდნენ წინააღმდეგობის გაწევაზე. ასევე მოცემულობით, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო, როგორც ჩანს, ბოლომდე კმაყოფილი არ არის ნაციონალური მოძრაობა, ვინაიდან დღეს სააკაშვილის პარტიაში ერთგვარ თავის მართლების რეჟიმში არიან. დღეს მათ თქვეს, რომ ყველა აქცია არ შეიძლება და ვერ იქნება 10 და 15,000 კაციანი. შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობაში ერთგვარად თავს იმართლებენ იმით, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ ქონდათ შესაბამისი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ერთგვარი კამპანია ეწარმოებინათ და აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოიყვანათ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციას არ ჩაუვლია დაპირისპირების გარეშე, როგორც თქვენ ახსენეთ, თუმცა აქციის მონაწილეები ამჯერად არა სამართალდამცველებს, არამედ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამოჩენა იყო, რის გამოც პროტესტი გიგა ბოკერიამ გამოთქვა და მან მოუწოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, რომ ეს ბანერი გაეტანათ საპროტესტო აქციიდან, ვინაიდან ეს არ იყო მათი ცენტრალური საკითხი და ყურადღების ეპიცენტრში არ უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილი. ნაციონალურ მოძრაობაში კი ყოფილ თანაგუნდელს და თანაპარტიელს დღეს უკვე პოლიტიკურ უმადურობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ბოკერიას არ აქვს პროტესტის მისაკუთრების უფლება. გინდათ რომ ეს იყოს ცენტრალური გზავნილი და არ არის ეს ცენტრალური, აქ ერთი კაცი გინდათ რომ წარმოიდგინოთ ამ აქციას სიმბოლური მიხეილ სააკაშვილი არა ეს ის მაგალითია ეს კაცი 13 წელია არა აი ისე შორტ გამარშები არა პოლიტპატიმარია ეს და პოლიტპატიმარია არა ბატონო ეს პრეზიდენტია უკაცრავ რა ყველა არის ესეთი აქციის მისაკუთრებას მე მგონია რომ არავინ არ უნდა ეცადოს, ეს არის ძალიან უმადური საქმე. მით უმეტეს 26 ოქტომბერზე, როდესაც საუბრობთ ბატონი ბოკერიას პარტია საერთოდ არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას, ბიულეტენზე არ იყო დატანილი, ამიტომ ის აქცია ვერ იქნებოდა. ამ აქციასთან დაკავშირებით ზუსტად ის მოლოდინი მქონდა, რაც შედეგი დადგა. არსებობს აქციები, რომელიც შეიძლება იყოს 10,000 კაციანი, 15,000 კაციანი, 25,000 კაციანი, სიმწვავის და პრობლემის აღქმის მიხედვით. არავით არ განსაკუთრებული ძალისხმევა არ იყო იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომ აწარმოონ რაღაცა მრავალკვირიანი კამპანია, ამის მიუხედავად ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა.
ოპოზიციის მორიგ ჩავარდნილ და უშედეგო აქციაზე საუბრობს დღეს ქართული ოცნება. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებმა რესურსი უკვე ამოწურა, ისევე როგორც თავად გეგმებმა, რომელიც არასდროს არ გააჩნიათ ოპოზიციურ პარტიებს, როგორც მართლ პარტიაში ამბობენ, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ უცხოური დაკვეთების შესაბამისად მოქმედებენ ის ადამიანები, ვინც რუსთაველის გამზირზე გადიან და ანონსებენ მათ შორის სხვადასხვა საპროტესტო აქციებს. მადლობელი ვარ ბატონ გედევან ფოფხაძის, რომ რაღაცა ცოტა დრო კიდე მოგცა, რომ ბენზინს არ მოგვასხავს და ესე იგი ასანც არ გვესვის. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავახადო. შეუძლებელი პროგრესია. დროში მაინც მომიგეთეს. სპექტაკლებია თითქოს რაღაცა პლურალისტური განწყობილებაა იქ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები არიან, იქაც კი მოსდით თითქოს ერთმანეთში დაპირისპირება. ეს ზღაპრები ერთმანეთს მოუყრენ უკვე ქართულ ხალხს ამისი აღარჩენა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის ერთიანი ცენტრიდან მართული ორგანიზაციებია, სხვადასხვა როლ გადანაწილებულები. ახლა რა როლებს უნაწილებენ, იქ ერთმანეთში გაარკვიონ. გეგმა აქვთ ის, რომ მათ გეგმა არ აქვთ. ყოველთვის ასე აცხადებენ, ვიდრე არ მოუვათ იქიდან საბოლოო დირექტივა. მათი პატრონები ვერ ჩამოყალიბდნენ ამ გეგმის თაობაზე ერთიანი მასშტაბით, დიდი მასშტაბით და ამიტომ ამათაც არ აქვთ გეგმა. ყოველ ორშაბათს გახსოვთ ხო ეს ყველა ველოდებოდით ხოლმე რაღაც გეგმის გამოცხადებას. ვერანაირი გეგმას ვერ გამოაცხადებენ. საპროტესტო აქცია, რომელიც წესით მრავალათასიანი უნდა ყოფილიყო, საღამოს 10 საათისთვის დასრულდა რუსთაველის გამზირზე, სადაც ასევე იყო სიტყვით გამოსვლები. მადლობა, ანუკა ბოავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე უწყება განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება დაიწყო უნივერსიტეტის რექტორის განცხადების საფუძველზე. დავით გურგენიძემ პროკურატურას წერილობით 17 ოქტომბერს მიმართა, რომელშიც საუბრობდა საქართველოს უნივერსიტეტისთვის შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე. საუბარია კოსტავას 77-ში მდებარე უძრავი ქონების მიწის ნაკვეთების შენობა ნაგებობებისა და სპორტული მოედნების შესახებ. გამოძიება დაიწყო 182 მუხლით. ორი პირი დააკავა სასაზღვრო პოლიციამ აჭარაში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით. თურქეთის მოქალაქე სარფის ტერიტორიაზე იმ დროს აიყვანეს, როდესაც მან სატვირთო მანქანის მისაბმელში დამალული პირი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიყვანა. ორივე დაკავებულია. აფეთქებების ხმა ისმოდა ღამით მოსკოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის რუსეთის დედაქალაქში. მოსკოვის მერი იტყობინება, რომ შეტევა იყო უკრაინული დრონებით. პოდმოსკოვიაში ნავთობის ბაზა იწვის. უკრაინის ძალებმა იერიში მიიტანეს ბელგოროდის ოლქში მდებარე დამბაზაც. 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თავდასხმა კიევზე. რუსეთის ძალებმა დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 3 ადამიანი, ათობით კი დაშავდა. დედაქალაქში ამ დროისთვის სამძებრო სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ტრამპი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი რაკეტა ბურივესნიკი გამოსცადა. ამერიკის პრეზიდენტმა განცხადება უადგილოდ მიიჩნია და თქვა, რომ პუტინმა ომი უნდა დაასრულოს, რომელიც სულ 1 კვირა უნდა გაგრძელებულიყო, ახლა კი მეოთხე წელია მიმდინარეობს. მისივე თქმით, მოსკოვში იცია, რომ რუსეთის სანაპიროებთან ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავია განლაგებული და შორმანძილზე სროლა საჭირო არ გახდება. სლოვაკეთი მონაწილეობას არ მიიღებს ევროკავშირის არცერთ პროგრამაში, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებას აფინანსებს, აცხადებს ფიცო. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ სლოვაკეთი ამგვარ ფინანსურ სქემებში არ ჩაერთვება. მან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ზომები ევროპას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე რუსეთს. ისრაელელი მძევლების ცხედრების სამძებრო ოპერაციაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ეგვიპტიდან სამძებრო ჯგუფები ჩაერთნენ. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. მედიცინობით ამჟამად მუშაობა გრძელდება რაფახში. ჰამასი კვლავ ამტკიცებს, რომ 13 ცხედარი სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი და მათი პოვნა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ისრაელის მთავრობა კი დარწმუნებულია, რომ ჰამასს შეუძლია ცხედრების გადაცემა, თუმცა მათ ადგილსამყოფელს მიზანმიმართულად მალავს, რაც შეთანხმების დარღვევაა. 6.5 ტონა კოკაინი ამოიღო ესპანეთის პოლიციამ. ნარკოტიკი დატვირთული გემი კანარის კუნძულებთან ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა. ნარკოტიკი სპეციალურად მოწყობილ სათავსოში იყო დამალული. ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია.
ლურის უსაფრთხოების ერთი წევრი ქურდებთან თანამშრომლობდა, ინფორმაციას ტელეგრაფი ავრცელებს. ეჭვმიტანილს მძარცველებთან დანაშაულის ჩადენამდე კონტაქტი ჰქონდა. გამოძიების ვერსიით, ქურდებმა მუზეუმის უსაფრთხოების სისტემის შესახებ შიდა კონფიდენციალური ინფორმაცია წინასწარ მიიღეს და გაარკვიეს, საიდან უნდა შესულიყვნენ შენობაში. ტელეგრაფის ინფორმაციით გამოძიებას მტკიცებულებები აქვს. ნაძარცვის საერთო ღირებულება 88 მილიონი ევროა. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ქვეყანაში ბრძოლა გრძელდება. ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში გამოვლენილია 600-ზე მეტი სამართალ დარღვევა. მათი უმეტესობა აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობას უკავშირდება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. სამართალ დამრღვევების შემთხვევაში კი მათ ცხელ ხაზზე დაარეკვას ურჩევს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციას გამოვლენას აღკვეთას 2025-26 წლის სეზონზე სეზონის გახსნიდან დღემდე 629 ფაქტია გამოვლენილი, რაც მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის ნიშნების შემცველ საქმეებს. ბრაკონიერობაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10,000 ლარი 10 პედაგოგისთვის განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მასწავლებლებს განათლების მინისტრი დღეს დააჯილდოებს. 27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. თარიღი ქვეყანაში მასწავლებლის ეროვნულ დღედ არის გამოცხადებული. უკვე მესამედ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვავლენთ 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს, რომელსაც დავაჯილდოვებთ სამინისტროს გადაწყვეტილებით 63-ვე მუნიციპალიტეტში და თბილისის 10-ვე რაიონში მოხდა ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოვება, მათთვის მადლობის სიგელის გადაცემა და ყველა ეს ადამიანი, ყველა ეს ჩვენი საყვარელი და უძვირფასესი პედაგოგი, რომელიც ამ სიგელით დაჯილდოვდა მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, დაესწრება 27 ოქტომბრის დასკვნით ღონისძიებას, რომელიც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. თბილისში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფა წარნისის რაიონში აბანოს ქუჩა 23-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდა, სადაც ანზორ ერქომაიშვილი ცხოვრობდა. ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი, ლოტბარი და მომღერალი. 1968 წლიდან იყო ვოკალური ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი. მას მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ამ სახლში მთელი ამდენი წელი ცხოვრობდა ანზორ ერქომაიშვილი. წელს მისი საიუბილეო თარიღია, წელს გახდებოდა 85 წლის და ამ თარიღს მიეძღვნა არაერთი ღონისძიება. დღეს თუ ქართულ ხალხურ სიმღერას ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ეს არის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის დამსახურება, ეს არის უდიდესი აღიარება. ჩვენ მადლობას ვუხდით ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მისი გზის გამგრძელებელია, იცავს ამ ტრადიციებს და ამ ისტორიას და მისი სახელის უკდავსაყოფად დღევანდელი დღე არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. ანზორ ერქომაიშვილი ქართული ფოლკლორისთვის არის პრაქტიკულად პატრიარქი. შესაბამისად, ეს არის ყველაზე მცირედი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა მისი სახელის უკდავსაყოფად, იმიტომ რომ ის რომ ყოველ მეორე შენობაში დღეს პრაქტიკულად ფოლკლორი ისმის, დიდწილად ბატონი ანზორის და მისი თაობის დამსახურებაა. მადლობა მას იმ შემოქმედებისთვის, რაც დაგვიტოვა, მადლობა იმ გადარჩენილი ფოლკლორისთვის, შენარჩუნებისთვის და მადლობა იმ საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე აკეთებდა. მემორიალური დაფა სახლში, რომელშიც ის ცხოვრობდა, დღეიდან უკვე იქნება ჩვენს ქალაქში. თქვენ იცით, რომ ჩვენს ქალაქში რაღაც პერიოდის წინ მოხდა სახელდება და გვაქვს მისი სახელობის ქუჩა, ასევე მისი სახელობის სკვერი. ეს ყველაფერი უკავშირდება ძალიან დიდი ადამიანის სახელის უკავყოფას. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომლითაც დიდი პატივით ვახორციელებთ და ვიღებთ იმგვარ გადაწყვეტილებას, რომლებიც თაობებს შეუნახავს მის სახელს. გამოყევი აჭარაში, ბათუმში გამარჯვებულები დააჯილდოეს. კამპანია 2023 წლიდან ტარდება. მიზანი არის აჭარის როგორც 4-ვე სეზონზე მიმზიდველი მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია.
სასწაული ადგილები ვნახე პირველ რიგში. ძალიან მიხარია, რომ ეს მქონდა ჩემთვის პირველ რიგში შესაძლებლობა და სხვებისთვის, რომ დაენახათ ისეთი ადგილები, შეიძლება ვიღაცა ვერ მივა სადღაც უბრალოდ რაღაც გამომდინარე. მაგრამ ჩემ გვერდზე ისინი ნახეს ისეთი ადგილები, რაც ყველა ადამიანს უნდა ნანახი ქონდეს. ჩემი პირველი მონაწილეობა იყო ეს პროექტში და საერთოდ სხვა შესაძლებლობები გამიჩინა ჩემს კარიერაშიც. რაც შეეხება ჩემს მეორე ადგილს ველოდებოდი, თავიდან რომ ჩემს კონკურენტს რო შევხედე, როგორი ტემპითაც მიდიოდა პირველისკენ, სიმართლე ძალიან დიდი წინამორბედება აღარ გამიწევია და უკეთ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა პროექტს. კამპანიის ფარგლებში შექმნილ ფოტოებს, ვიდეოებს და პოსტებს 9 მილიარდზე მეტი წვდომა აქვს. 6000-ზე მეტი პოსტი გამოქვეყნდა აჭარის ტურისტული ადგილების შესახებ. 40-ზე მეტი ბლოგერი მონაწილეობდა ფოტოგრაფი და ინფლუენსერი კამპანიაში, გავსი ტიპის კამპანიები. გვეხმარება ერთის მხრივ რომ აჭარა კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ შიდა ვიზიტორებში, რაც გაზრდის შიდა ვიზიტებს ზოგადად რეგიონში. სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.g კურიერი კი გემშვიდობებად სამაგდებოდ.